არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა. მოგესალმებით, მე ვარ კახა მშვიდობაძე და დღესაც მოგიყვებით Canon-ის ახალი ობიექტივის შესახებ. ახლა მე ვიმყოფები უზბეკეთში. მქონდა ივენთი, სადაც Canon-ის ორი ახალი კამერის პრეზენტაცია იყო, ესაა R5 Mark II და R1 და მასთან ერთად, მათთან ერთად ადგილზე იყო ეს მონსტრი 70-200, რომელსაც აქვს შიდა ზუმირება. როგორც იქნა Canon-მა მოусმინა, ესე ვთქვათ, თავის მომხმარებელს და გამოუშვა ჰიბრიდული ობიექტივი, რომელსაც აქვს შიდა ზუმირება და დიაფრაგმა, რა თქმა უნდა, აქვს ფიქსირებული 2 და 8. ახლა მე ჩამოვედი სამარყანდში, რომელიც ითვლება, ესე ვთქვათ, ყველაზე აიკონიკ და ტურისტულ ცენტრად ალბათ უზბეკეთში. მართალია ეს სივრცე 70-200-ისთვის ალბათ ნაკლებად არის. უფრო ფართეკუთხიანი ობიექტივით გადასაღების სივრცეა, მაგრამ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, თან სამარყანდიც ვნახე და თან 70-200-იც მინდა გავტესტო. პირველი შთაბეჭდილება, რაც ეგრევე ხელში მომხვდა, ესე ვთქვათ და თვალშიც, ეს იყო ობიექტივის წონა. იწონის სულ რაღაც 1100 გრამს, მაშინ, როდესაც მაგალითად EF-ის 70-200-ის მესამეთაობა იწონის თითქმის კილონახევარს და 400 გრამიანი სხვაობა, ვფიქრობ, საკმაოდ დიდია ფოტოგრაფებისთვის და ვიდეოგრაფებისთვის. Canon-მა გადაწყვიტა, რომ ორ ფერში გამოეშვა, არის თეთრი და შავი და ამ ორ ობიექტივს შორის ფერის გარდა სხვაობა არაფერში არ არის. თეთრი განკუთვნილია ალბათ უფრო იმათთვის, ვისაც ესე ვთქვათ, ერთგვარი კლასიკური სერია მოსწონს 70-200-ის თეთრ ფერში. ვიზუალურად ძალიან გავს 24-105 f2 და 8, რომლის ასევე საკმაოდ ვრცელი განხილვის ვიდეო გავაკეთეთ და აუცილებლად ნახეთ თუ არ გაქვთ ნანახი. შიდა ზუმირება აქვს ძალიან რბილი, ესეთი რბილი ზუმირება Canon-ს მე მგონი არ ქონია, აქვს მარტო 24-105-ში და ამ 70-200-ში ძალიან რბილად გადადის და ვიდეოს გადაღების დროს სულ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კადრში ეს ზუმირება ან ზუმიდან გამოსვლა. რატო არის ეს ობიექტივი ჰიბრიდული? იმიტომ რომ შეგიძლიათ ცალკე აქსესუარი უყიდოთ სერვო ზუმის, დაუყენოთ და უკვე ძალიან ესე რბილად იმუშავებს ზუმი. წონის გარდა კიდევ ერთი რაც გამოყოფს ამ ობიექტივს, ვფიქრობ, ეს არის ასე მინიმალური საფოკუსე მანძილი, რაც აქვს, უკვე 59 სანტიმეტრში შეგიძლიათ დაფოკუსება, მაშინ, როდესაც EF-ის მესამეთაობაში ეს მინიმალური მანძილი იყო 1.20 მეტრ. გარდა ამისა, აქვს დიაფრაგმის რგოლი, ზუსტად ისე როგორც 24-105-ში არის, რომელიც არის ძალიან რბილი და გამოსადეგი არის უფრო ვიდეო ოპერატორებისთვის. წინა ნაწილში აქვს ასე ფოკუსის რგოლი, რომელიც ასევე ძალიან რბილია და სასიამოვნო, როდესაც ხელით ფოკუსირება გინდათ. წინა მხარეს ასევე აქვს ფუნქციური ღილაკები და რგოლები, რომელზეც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფუნქცია დააყენოთ. ფილტრის ზომა არის 82 და მოყვება ძალიან საკაიფო ბლენდა, კარგი, რომელსაც აქვს აგერ ბუდე, იმისთვის რომ მართოთ ძვირიანი ND ფილტრები და ასევე პოლარიზაციული ფილტრი. კიდევ ერთი დამატებითი ღირებულება რაც აქვს ამ ობიექტივს, ეს არის რომ შეგიძლიათ მასთან ერთად გამოიყენოთ ექსტენდერიც უკვე 1 და 4-იანი ან 2 და 0-იანი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, დიაფრაგმის მცირე ცვლილებით. მოკლედ, ჩემი პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან კარგი ამ ობიექტივზე, რაც თავარია მსუბუქია, დღეს ეხლა ნახევარი მომიწევს მასთან ერთად სიარული და ვნახოთ აბა შიგნით რა შთაბეჭდილება იქნება და ახლა შევიდეთ თვითონ ამ კომპლექსში და დავათვალიეროთ. რეგისტანი სამარყანდის ცენტრში მდებარეობს და ნიშნავს მოედანს. ამ მოედანზე მე-15 საუკუნიდან მოყოლებული აშენდა 3 მედრესე, ანუ სასწავლებელი, სადაც განთავსებული იყო აუდიტორიები, კელიები, სადაც დღეს სუვენირების მაღაზიებია და მეჩეთი. მედრესები გარედან მოზაიკით არის გალამაზებული და კლასიკურ აღმოსავლურ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. რაც შეეხება ობიექტივს, თითქმის მთელი დღის ტარების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ არ დაუღლილ ვარ. გამოსახულებას რაც შეეხება, არის ძალიან მკვეთრი, ასეთი მკვეთრი 70-200 მე მგონი Canon-ს არ ქონია.
შემიძლია თქვა, რომ ამ ობიექტივის დეტალიზაცია თითქმის ფიქსების დონეზეა და მინდა დააკვირდეთ ამ ფოტოს, რომელიც გადაღებული არის ტრამვაის შუშის იქეთ 2 და 8 დიაფრაგმით და რა კარგად არის გადმოცემული აი ამ გოგონას დეტალიზაცია. ვფიქრობ, Canon-ის ახალი 70-200 საუკეთესოა 70-200-ებს შორის. მადლობა და არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა.